გადაცემას გამოკითხვა მე თამუნა კვარაცხელია ვარ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ელიტურ კორუფციაზე 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სწორედ მთავრობაში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენის მიზნით ითხოვს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო კომისიის შექმნას. ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის არსებობის აუცილებლობაზე დღეს ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრებმა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს. უფრო დაწრულებით კომისიისა და მისი საქმიანობის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი ჯონდი ბაღათურია ისაუბრებს. მანამდე შეგახსენებთ, რომ 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი მაყურებლის მოსაზრება. ეთერში ხართ, არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? გამარჯობათ. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გაბატონებული არის ელიტური კორუფცია. რა თქმა უნდა, ქვედა ეშელონებში კორუფციას როგორც თვითონ ამბობენ არ აქვს, მაგრამ ყველაფერი მათ ხელშია ახლა ჩიხურებიდან დაწყებული, დამთავრებული კონცეფტზე ვინ უნდა იმღეროს. ესეც ელიტურ კორუფციაში შედის და ეს ყველაფერი მათ ხელშია, ვინ იმღერებს, წურწუნია იმღერებს, კახუჩელა იმღერებს, თავის უგემოვნებოს იმღერებს. ამაშიც ელიტარული კორუფცია არის ჩადებული. გასაგებია. მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია? მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ, გერმიცალე. გისმენთ. რასაკვირველია არის და ეხლა ყველა პრობლემას არის. ძალიან მინდა რომ კითხოთ ჯონდი ბაღათურიას. აი ხა წყლის ბრიცხველებს რომ აყენებენ. ამბობენ რომ ღირს 35 ლარი. და ერთი წლის განმავლობაში 100 ლარის ფარგლებში უნდა ვიხადოთ ეს. ხომ შეიძლება რომ ჩვენ შევიძინოთ, თვითონ შეგვიმოწმონ. და ეხლა მთავრობის ბინებში 2 წველი წერტილია, ესე იგი 2 მოგვიწევს აბაზალის მხარეს ერთი და სამზარეულოს მხარეს მეორე. კარგი, გასაგებია. მადლობა ზარისთვის, მადლობა რომ დაგვირეკეთ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვსაუბრობთ ელიტურ კორუფციაზე, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გისმენთ. ცხადი არის ელიტური კორუფცია ქვეყანაში ნებისმიერ დარგში, იმიტომ რომ საუკეთესო წესიერი სპეციალისტები ძალიან ცოტა არიან ამჟამად დასაქმებული და ვერავით არის პარლამენტის წარმომადგენლობა ვერ შექმნის ისეთ სამსახურს, რომელიც რეალურად და ობიექტურად გამოიძიებს ამ საკითხებს. ანუ იმავე დარგის საუკეთესო სპეციალისტების ჯგუფი უნდა შეიქმნას და მათ უნდა გადახედონ ყველაფერს, რა ხდებოდა ამ დრომდე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. არის თუ არა ელიტური კორუფცია დღეს საქართველოში? გისმენთ. ალო. მოგესალმებით, ბრძანეთ. არა, სანამესენი არიან, არაფერი არ შეიძლება. გასაგებია, ანუ იმ შემთხვევაში თუ შეიქმნა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, თქვენ თვლით, რომ ამას არ ექნება? არა, საერთოდ არ შეიქმნება. კარგით, მადლობა რომ დაგვირეკეთ. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. გადაცემის მეორე ნაწილში ელიტურ კორუფციაზე და საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრებს თავად ჯონდი ბაღათურია. მანამდე პირდაპირ ეთერი გეთმობათ თქვენ და თქვენ სატელეფონო ზარებს. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. გამარჯობათ, უცხროთ ის მინო და ეს გადაცემა გამოკითხვა 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? გისმენთ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ, გინაცვალე. კიდევ გისმენთ. არის და მე როგორიცო. მოკლედ, вообще საქართველოში რა ხდება, მე მგონი არც ერთ კუთხეში დედამიწაზე არ არის ეგეთი რაღაცა რა. ალო. გისმენთ, ბრძანეთ, დიახ. არის ძალიან დიდი, ყველაფერში არის კორუფცია. თუნდაც აი სამასარაგველებთან არის აშენებული ბინა, მოკლედ რა ხდება, მან ერთი შემოწმებელი არ არის რა, რომ მივიდეს შეამოწმოს.
კარგით, მადლობა ზარისთვის. პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ ელიტურ კორუფციაზე ყურადღება პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს გაამახვილა. თქვენი ფლობთ დააკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს. ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია რუსთავიორს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში. მათ შორის მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15827 კვადრატული მეტრი ფართი. ასევე ფლობს შპს საუნივერსიტეტო ავეჯს, მას ეკუთვნის გპ-ის მესამე კორპუსის მეორე სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე ხადილი, ასევე 14% ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის, მას ეკუთვნის შავი ზღვის უნივერსიტეტი, განაცხადა ბაღათურიამ. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და გვიკავშირდა მაყურებელი, ვუსმენთ მას. მოგესალმებით. ეთერში ხართ ბრძანეთ. ტალახში გორეობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ასე უპასუხა პრეზიდენტმა ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას, რომლის ინფორმაციით სააკაშვილის მამა საქართველოში ყველა ბალნეოლოგიურ კურორტის მფლობელია. მანდატურები წაყვებიან, გამამზადებინებ კარგაბაზანას, შაგაწვენენ ბოლომდე ტალახში ოღონდ ნამდვილად ხარისხინში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე უპასუხა პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას და პარლამენტის ხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? მაყურებელია ეთერში. რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში ელიტური კორუფციაც და ჩვეულებრივი კორუფციაც. თითქმის ყველა სისტემაში. აი მაგალითად ბაზრებში, ლაბორატორიებში, ძველებურად არის. აბსოლუტურად. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ელიტური კორუფციაც არის. და ჩვენც მიგვისაკუთრეს რა, საქართველოს ყველა მოსახლეობა მისაკუთრებული ყავს. მონები ვართ მაგათი რა. გასაგებია, საინტერესოა თქვენი პასუხი კითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და ექნება თუ არა მის შექმნას რაიმე შედეგი. ამის შექმნას რა თქმა უნდა ექნება შედეგი და უნდა შეიქმნას კიდევ. კარგით, მადლობა ზარისთვის. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვსაუბრობთ ელიტურ კორუფციაზე. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ბრძანეთ, ეთერში ხართ. მთავრობაში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენის მიზნით ითხოვს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო კომისიის შექმნას. ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის არსებობის აუცილებლობაზე დღეს ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრებმა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენთან გადაცემის მეორე ნაწილში ჯონდი ბაღათურია ისაუბრებს. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი ზარი შეგვიძლია მივიღოთ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. ელიტური კორუფცია ძვინვარებს ყვავის და ამას ემატება სამართლინოთ ნარკოკორუფცია. და რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში? კორუმპირებულებმა აზრი არ აქვს, ასე გადაეცი ჯონდი ბაღათურია. კარგი, ჯერჯერობით არ ვიცით კომისიის წევრები ვინ იქნებიან, თუმცა სავარაუდოდ ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ კითხვებზე პასუხს ჩვენ ჯონდი ბაღათურიასგან მივიღებთ. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. საამშტოვისოთ. გისმენთ. ელიტარული კორუფცია წეღან მაყურებელმა აღნიშნა მართლაც რომ ბიბინებს და კონკრეტულად ნებისმიერ სურსათს რაც შემოდის და რაც აქ წარმოებს ხელი დაადეთ ნებისმიერი სურსათი, გინდა მოხმარების საგანი იყოს, გინდა თუ ესენი არ ლობირებენ და არ აკონტროლებენ იმას, გინდა შემოსული, გინდა აქ წარმოებული. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით.
ნამდვილად არის. ჯერთი როდის აღმოაჩნდათ ესეთი ნიჭი მთელი გპ-ის შენობები დედამიყიდა, მამამ ბალნეოლოგიური კურორტი აქეთ გამობძანდით დიღომიშვიჩის სანდრას რა სახლი შენდება და ყველაფერი მთავრობის არ არის. რიგით მოქალაქეებს აი რა გვაქვს, რაც ჰქონდა ისიც ბანკებმა წაართვა ამ ხალხს გაჭირვების გამო. ყველაფერი ბანკში და ლომბარდში აქვს და გაღატაკებული, გაუბედურებული ხალხი და აყლავებული მთავრობა და კომისია რომ შექმნან, ვინ იქნებია, რომელი ოპოზიციონერები, ვინ ედპ და ისა ქრისტიან-დემოკრატები, სისულელია ეს ყველაფერი. მატო ბატონი ჯონდი და ის ვერაფერს ვერ გახდება მან. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია 24990 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეექმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია? მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. მოგესალმებით გენცვალე. დაწყებული სპორტიდან, ხელოვნებიდან, ნაციონალური არხებიდან ყველა სფეროში არის კორუფციული გარიგებები. სადაც ვერ მიიღებს მონაწილეობას პატიოსანი ნიჭიერი უპატრონო ადამიანი. გასაგებია, რა ინფორმაციაზე დააყრდნობით შეგიძლიათ განაცხადოთ აღნიშნული? გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას და იმის მიხედოთ. გადავხედოთ ნაციონალების ცხოვრებას. როგორ მოვიდნენ, როგორც პრეზიდენტი ბრძანებს. გაღატაკებული მინისტრებიო. დღეს გაღატაკებულები არიან, აბა შევხედოთ კარგად. კარგი, ჩვენ თუ მოგვატყუებენ, ღმერთს ხო ვერ მოატყუებენ. კარგით, გასაგებია, მადლობა რომ დაგვირეკეთ 24990 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები, გადაცემის მეორე ნაწილში კი თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმარს. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ძალიან კარგი თემა არის, მაგრამ შევცვლიდი კითხვას. ყავს თუ არა პირები ენადამება და კორუმპირებულს ხო აი ყავს თუ არა ყავს ვინმე თუ არის დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული მინისტრამდე გაღატაკებულია გაღლეტილი მინისტრები და დიდი მადლობა მინდა ჯონდის მოუხადოთ დიდი მადლობა. კარგით, მადლობა ზარისთვის. თქვენ 24990 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეექმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია? გისმენთ, ეთერში ხართ. მოგესალმებით. ბიბინებს კორუფცია, ბიბინებს ეტყობა გაღლეტილ ხალხს, აი როგორც მიშიკო ელაპარაკება საზოგადოებას, აი იმ ტონალობით. თვითონ რო აფრიალებდა იმ სურათებს, არაფერი იყო და ეხლა სად იყო შევარდნაძის დროს ასეთი მილიარდები და მილიონების შოვნება, როცა ეხლა არის და ეხლა უნდა თვითონ რო გადაგჭამოს მთელი საზოგადოება. აღარ შეგვიძლია დავიღალეთ რა ეს უბრალო ხალხი ვყიდით იმ შევარდნაძის დროინდელს რომ ვიარსებოთ და ვიყვეთ. აი ეს როდემდე უნდა იყოს? ეხლა რომ ბიზინა იმანიშვილს ედავება რაღაც კაბიკებს რომ ურიცხავს ხალხი. თვითონ რას აკეთებდა? ვისგან იღებდა? კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ვსაუბრობთ ელიტურ კორუფციაზე, თემაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ რამდენიმე წუთის შემდეგ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 24990 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? მაყურებელია ეთერში, გისმენთ. დიახ. მოგესალმებით, გისმენთ. დიახ, გამარჯობათ. დიახ, ბრძანეთ, ეთერში ხართ, დიახ. კი ბატონო. მოგესალმებით ჩვენს. ერთი მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დიახ. ვერ გავიგე მე რა მაგალითად მინისტრი თუ არის ჩემი ქვეყნის მინისტრი მაგას ხელფასი და გაღლეტილი რატომ უნდა იყოს ჯერ ერთი ეს? რატომ უნდა არ უნდა ხონდეს ამ ხალხს ის ფუფუნება რომელიც აქვს დღეს მაგალითად. და მეორე კიდე
დიახ, გისმენთ. და მეორე კიდე თქვენთან რეკავენ ის ხალხი. თქვენთან რეკავენ ის ხალხი, რომელიც გამოუშვა სამსახურიდან. დიახ, გისმენთ. რომელიც გამოუშვა სამსახურიდან. და რომელმაც დაჭამეს ეს საქართველო. დიახ, გისმენთ, ბრძანეთ. და ახლა განაწყენებული არიან მთავრობაზე, იმიტომ რომ არ აქვს სამსახური. განაწყენებული არიან მთავრობაზე, რომ არ აქვს სამსახური, არ ისმის კარგად და იმიტომ კი ბატონო. დიახ. გასაგებია თქვენი მოსაზრება. გსურთ რამის დამეტება? ხალხს, რომელიც შეპყრობილია ივანიშვილით. კიდევ ერთი კარგით, ეს გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება ელიტურ კორუფციაზე რომ ვისაუბროთ. ასეთი გაფანატება რა საჭიროა ვერ გავიგე. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობებით. აი ახლა დარეკა იმ საიდან იყო ის საზიარო. სიხარულით აღარა ვარ რომ უმუშევრები ვარ. სიხარულით აღარა ვარ პენსიები არა ვარ. ეს რა დებილი ხო არ იყო უკაცრავად. შეურაცხყოფას ნურავის აყენებთ. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. მე ამ კითხვას მინდა ვუპასუხო ასე, რომ არის რა თქმა უნდა არის ელიტური კორუფცია. და კიდე იცით რა მიდაგითხეთ, აი ჯონდი ბაღათურიას ელოდებით თქვენ და უფრო ღრმად ძალიან მომეწონა მაგის გამოსვლა და მინდა რომ რაღაც უფრო ღრმად ხმა მიაწვდინოს დევნილების, რომლის დახმარება დღესდღეობით არის 28 ლარი და მეტი კი არა და რატომღაც დავითაია რომ შებრძადა პარლამენტში მის მიერ დევნილების სასარგებლოდ ერთ სიტყვას არაფერს არ ამბობს. ძალიან გთხოვთ ეს რომ ამ კითხვაზე რამეფრად ცოტა რაღაც პასუხი მაინც რომ მოუგწეს, რომ ანუ უფრო კონკრეტულად კითხვას ვერ მივხვდი და თუ შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ. დევნილებთან მიმართებაში აი 28 ლარიანი დახმარება არის რამდენი წელია და ნუ თუ არ შეიძლება რომ დევნილებს რაღაც თანხა მაინც მოემატოს რა. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. ნუ ელიტური კორუფცია რო არის, აქ 200-ზე არ არსებობს, 2x2-4-ია და რა მინდა იცით გითხრათ, აი დაპირებები რითაც მოდიოდა და დღევანდელი მისი საქციელი და მთელი იმ გუნდი ისეთი კონტრასტია, რომ რაღაცა სასწაული და არსაკეთეს ხელი ხო მოჭრეს. ხეთა რომ ზეტი ცხოველი მეც მინდა მარჯვენა მოვიჭრა, ის ხუთიანი რომ მომხაზე არჩევნების დროს 2003 წელს. ალბათ განმახორციელება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მთავრობაში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენის მიზნით ითხოვს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო კომისიის შექმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის არსებობის აუცილებლობაზე დღეს ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრებმა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. ამ კითხვაზე თავად პრეზიდენტმა გასცა პასუხი, შვენივრად ჩემი აზრით. დეკლარაციაში წესით ხო უნდა აისახოს ის, რაც თანამდებობის პირის საკუთრებაშია, ხო არა, რა მართალი? დიახ. და მან თქვა, რომ მთელი საქართველო არის ჩემი დეკლარაციაო რა. აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ გამოვიდანოთ დასკვნები. ერთი კითხვა მინდა, რომ ბატონ ჯონდის გადასცეთ. დიახ. ასეთი ინიციატივა რომ მოხდეს არჩეული თანამდებობის პირის მიერ წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაა და ეს დანაშაულად რომ ჩაითვალოს და სისხლის სამართლის კოდექსში რომ შევიდეს დამატება აი ამ მუხლის აი ამასთან დაკავშირებით რა აზრის არის ბატონი ჯონდი. კარგით, გასაგებია ჩვენ თუ დრო დააგვრჩა უცილებლად დავსვამთ ამ კითხვებს 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. ჩემი ხმა. დიახ. იცით რა, ხალხი რეკავს, გაგებაში არ არის რა არის კორუფცია.
აი ამ ხელაც ხელფასებს რო იღებენ და მე კიდე რო დამატებით რო იღებენ პრემიებს ვინ აძლევს აი ეს პრემიებია სწორედ ის კორუფციული ხაზი რომლითაც აჩერებენ ამ უტვინო მინისტრებს ადგილებზე ზოგი რო სტრიპტიზორია და ზოგი რო გაგებაში არ არის და მინისტრად როზის და თავისი ოჯახის ამ ხელა ქონება რო აქვს და დედა მამა ცოლი ძმები ყველა რო ამ ხელფასებს ეს არის კორუფციული სქემა და არიციან ამათმა რომ კაცი რო გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და ახალგაზრდა როა და მისი არც ნათესავია და არც ძმაბიჭი რო გაანთავისუფლეს და უკმაყოფილოა სწორედ რომ უკმაყოფილო უნდა იყოს ის იდიოტი წეღან რო რეწავდა ესეც არის მადლობა ზარისთვის ნურავის ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად გავიყვანთ თქვენ სატელეფონო ზარს ეთერიდან 249460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეექმნეს თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია მაყურებელია ეთერში მოგესალმებით გისმენთ ბრძანეთ 249460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იქნება ჯონდი ბაღათურია მანამდე პირდაპირ ეთერი გეთმობათ თქვენ უნდა არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეექმნეს თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია მაყურებელია ეთერში მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ ნამდვილად ბიბინებს გენაცვალე კორუფცია თარადონეზე კი ბატონო გქონდეთ ჩვენზე მეტი ეკნებათ მაგათ მაგრამ ასეთი დონის არასცხვენიათ პირ ნაცარს გვაყრის მაგას ბრმების საქართველოს ხო არა კი აქ მაგსაცოდავს მაგას ასე უყურებს ჩვენი პრეზიდენტი თვალში ნაცარს გვაყრის რაც ვერ ხედავთ რა ქონება აქვს და რა ამდენი ხელფასი საცოდავ პენსიონერებს ეგ ერთი კვირა გათიშული გაზი და ეს არის მაგის გაზი და მაგის დენი კარგით, გასაგებია. მადლობა რომ დაგვირეკეთ. მთავრობაში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენის მიზნით ითხოვს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო კომისიის შექმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის არსებობის აუცილებლობაზე დღეს ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრებმა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრეს პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ ელიტურ კორუფციაზე ყურადღება პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს გაამახვილა თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეს მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს სარეკლამო ბიზნესს ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია რუსთავიერს რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში 249460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნეს თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. მაყურებელია ეთერში მოგესალმებით. ალო. გისმენთ ბრძანეთ. ალო. ეთერში ხართ ბრძანეთ. ეს კორუფციაზე აღარ არის ლაპარაკი, გოგოდი და ხალხი არის გიჟი. გაგიჟდა უკვე ხალხი და მთავრობაში არიან დეგენერატები. რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი. ხალხი არის საგიჟეც მართავენ ესენი, ხო? რაღაც დროს კორუფციაზეა ლაპარაკი. ის პატიოსანი კაცი მოვიდეს დროზე თუ მოდის, იმიტომ რომ საგიჟეთი დახტება ჩაოლებრივია, ხო? ამას რა გამოულის ამ ქვეყანას? კარგით, მადლობა ზარისთვის 249460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია გისმენთ. ალო მოგესალმებით ბრძანეთ მოგესალმებით რა თქმა უნდა არის ელიტური კორუფცია ქვეყანაში და ძალიან ძლავრადაც მოიდგა ფეხი აი ახლა ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ მე გირეკავთ ახლა სოფელ თელეთიდან აგერ მომიჯნავე სოფელია სოფელი სადაც ავირჩიეთ პარლამენტის წევრი საკანონმდებლო ორგანოში სოფლისათვის გამოყოფილი თანხა რომელიც შეადგენს 50000 ლარს ისე იხარჯება სოფელს არ კითხავენ და ამას ყოველდღე უყურებს დეპუტატი ხედავს საკუთარი თვალით რომ არ გაკეთდა არც გზა არც სტადიონი არც სასაფლაო არ შემოიღობა და ეს ფულები სად მიდის ვისთან მიდის ვის ჯიბეში მიდის კაცმა არ იცის სხვა რა არის ეს თუ არა კორუფცია მეტი კორუფცია რაგიდან საპარლამენტო პარლამენტის წევრი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ამას ყოველდღე ხედავს საკუთარი თვალით რომ აქ არაფერი არ გაკეთებულა მაგრამ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ანუ რომელი დეპუტატი ეს არის გადაბნის რაიონის
მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი დავით კახნიაშვილი. დიახ. დავით კახნიაშვილი, რომელიც ხედავს თავის სოფელში რომ ეს არ კეთდება და შეგიძლია ხვალვე გაგზავნოს ტელევიზიიდან ნახოთ რა გააკეთეს მათ. ნახეთ ის გზა რა გააკეთეს, რომელიც დაჭდა დაახლოებით ყველა ექსპერტის გათვლით 2000 ლარი და გამოიწერა 30000 ლარი. კარგით, გასაგებია, მადლობა რომ დაგვირეკეთ, მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია? მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით, ამრიკოვიძია. გისმენთ. უნდა დავუმატოთ მაგას მეორე კორუფცია პლუს ზარცვა. ეს რაც ხდება, ზარცვაა, ჩემო კარგო. ამიტომ დააჩვით თავის სახელით და იმ კაცს მინდა უთხრათ ეხლა რომ დარეკა რომ თქვენთანო რეკავსო სამსახურ დაკარგული ხალხიო. გამოვიდეს და ჩუმად ნუ ლაპარაკობს და გამოვიდეს საქვეყნო თქოს და მე იმას დაუმტკიცებ რომ ეს არ არის სამსახურ დაკარგული ხალხი. იმის ტვინში ჩამახედა ნეტა ვინ არის მოსყიდული ის. კარგით, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა ქვეყანაში ელიტური კორუფცია და უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. მაყურებელია ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მაგალითად, რესტშიც კი არის კორუფცია. რესტში უკვე 100 ლარი დავხარჯე და დესაბუთები ვერ შევაგროვე. 10 დღე დაელოდეთ, 5 დღე. დიახ. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ყველგან კორუფცია, რომ იცახის, გაეფრილებულია, ყველაფერი უფასოდ არის, არაფერი არ არის უფასოდ. მომივიდა ახლა 4 დაზღვევა. ასეც მარტო საერთო ანალიზი გაიკეთებო. მეტი არაფერი არ შეგვიძლიაო. საბურთალოდან ვაკეს უნდა ვიარო. პენსიონერმა ქალმა. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საუბრობთ ელიტურ კორუფციაზე 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ჯონდი ბაღათურია. არ გადართოთ, ჩვენ ამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჯონდი ბაღათურიასთან ერთად. ბატონო ჯონდი, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, თქვენს მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის ესეთი აქტუალურად გაშუქებისთვის. ბატონო ჯონდი, თქვენი ინიციატივით უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური არის მისი შექმნა, რადგან სწორედ ელიტურ კორუფციაზე აკეთებთ თქვენ აქცენტ. გჯერათ, რომ შეიქმნება ეს კომისია და იქნება მას რეალური შედეგები? ისეთ რა, მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ინიციატივა ეს არის პოლიტიკური სვლა, რომელიც წაუგებელი სვლა არის პრინციპში, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება ამას დათანხმდებოდა ეს კომისია შეიქმნება, ასე შემთხვევაში ჩვენ მოვიწვევთ დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, ფინანსისტებს, იურისტებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ხალხთან, რათა ძირფესვიანად, ასე იგი, შევისწავლოთ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ბიოლოგიური ოჯახის და მისი ასევე გარემოცვის და ხელისუფლების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობა. ანუ რა პროცედურები უნდა გაიაროთ, რომ მიიღოთ დადებითი პასუხი კომისიის შექმნაზე? ამოდი ამას დავასრულოთ. თუ ეს კომისია არ შეიქმნება, ესეთ შედეგზე არის გათვლილი, ანუ ყველა შემთხვევაში ხელისუფლება არის ჩიხში მოქცეული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო საზოგადოებას და ორგანიზაციებს გავაცანით ყველა ეს დოკუმენტური მასალა. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი დაბლოკავს ამ ასე იგი კომისიის შექმნას, თავისთავად ცხადი გახდება ყველა ევროპის ქვეყნებისთვის, ერთებული შტატების და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, სახელმწიფოსთვის, რომ პრეზიდენტი არის კორუმპირებული, ის ხელს უშლის ასეთი კომისიის შექმნას, იმიტომ რომ თუ პრეზიდენტი და მისი გუნდი მართალია, მათთვის ასეთი კომისიის შექმნა არის შანსი, რომ თავისი სიმართლე დაადასტურონ. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ამის დაბლოკვას და შესაბამისად ეს იქნება იმის დასტური, რომ პრეზიდენტი არის ჩვენ ქართული ელიტური კორუფციის კოორდინატორი, ანუ არსებობს სხვადასხვა კორუმპირებული კლანების და კოორდინაციას, მათ შორის პრეზიდენტი
გასაგებია ბატონო ჯონი, თქვენ ხართ ამ იდეის ინიციატორი და ახსენეთ, რომ აქ იქნებიან ჩართულები თუ შეიქმნა კომისია, ფინანსისტები, ექსპერტები და ასე შემდეგ. თუ იქნებიან აქ წარმოდგენილნი სხვადასხვა ოპოზიციური, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმოადგენლები, რადგან მაყურებელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ EDP ან ქრისტიან დემოკრატები იქნებიან წარმოდგენილნი ამ კომისიაში, მათი ნდობა ამ კომისიის მიმართ არ იქნება. მეც არა მაქვს ამ ხალხის ნდობა, მე დაგიდასტურებ, თუმცა რეგლამენტი განსაზღვრავს პირდაპირ როგორი შემადგენლობის უნდა იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 50% რეგლამენტის მიხედვით უნდა იყოს უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო მეორე 50% უნდა იყოს უმრავლესობის გარეთ არსებული პარლამენტის წევრები და ფრაქციები. შესაბამისად, ჩვენ გვერდს ვერ აუვლის, რომ უმცირესობის წარმომადგენლები, ანუ თორთლაძე და თარგამაძე და ეს ჩახვაძე და ანუ EDP-ის წარმომადგენლები რო არ მოხვდნენ ამ კომისიაში. თუმცა ჩვენი ფრაქცია იქნება საკმაოდ კარგად წარმოდგენილი და ჩვენ მიუხედავად ასეთი უპირატესობებისა სააკაშვილის სასარგებლოდ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტურ მასალას დავდებთ, განსაკუთრებით პირველივე დაკითხვა პრეზიდენტის შედგება პრეზიდენტის დაკითხვით, მისი ოჯახის წევრების დაკითხვით და ესი გადაიცემა პირდაპირ ეთერში და მთელი მსოფლიო, მთელი ქართული საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს იმ მტკიცებულებებს და იმ პასუხებს, ანუ ჩვენებას, რომელსაც პრეზიდენტი ამ კომისიას გასცემს. შესაბამისად, ესენი რა თქმა უნდა, მიუხედავად ასეთი რიცხობრივი უპირატესობის, ანუ 50% თვითონ მეორე 50%-ში ნაწილობრივ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ეს პარტიები, რომლებიც მოქალაქეებმა დაასახელა და დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ასევე შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარე იყოს ნაციონალურ მოძრაობამ ანუ მათივე იყოს თავმჯდომარე. ჩვენ იმდენად ყარად გვზობთ თავს ეს დოკუმენტები, იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტებს ფლობთ, პირდაპირ მტკიცებულებებს, რომ ზათავართ ასეთი უპირატესობის შემთხვევაშიც კი დავამარცხოთ პრეზიდენტი და მისი გუნდს. გასაგებია, ბატონო ჯონი, ჩვენ როგორც იცით მაყურებელი დაგვიკავშირდა, შეგვიძლიათ მოусმინოთ მის მოსაზრებას. ეთერში ხართ, მოგესალმებით. ბრძანეთ, ეთერში ხართ. კარგით, როგორც ჩანს, არ ესმის მაყურებელს ჩვენი. ბატონო ჯონი, საინტერესო არის მხოლოდ მთავრობის წევრების ელიტურ კორუფციაზე გამახვილება, ყურადღება, თუ არიან სხვა ფარულად ჩართული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ ელიტურ კორუფციაში უმრავლესობის წევრებთან ერთად. გაქვთ თუ არა ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია? ინფორმაცია ჩვენ ბევრი გვაქვს. მაგრამ ჩვენ საუბრობთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს. არა და ამის მოპოვება საკმაოდ რთული იყო ახლა. როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ რაღაცას ეძებთ, მერწმუნეთ რომ საკმაოდ რთული არის დოკუმენტური მასალების მოძიება. ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ყველა გამოვლინება ელიტური კორუფციის, ეს მთავრობის წევრი იქნება, პარლამენტის წევრი იქნება, მაგრამ გარდა ამისა არიან ადამიანები, მაგალითად პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მთავრობა. და ასევე არა ოჯახის წევრები, არა მისი მეგობრები, რომლებიც ამ კორუფციაში მონაწილეობენ, რეალურად ქვეყანას მართავენ, მაგრამ არანაირი პოსტი არ უკავიათ. გასაგებია, ეს არის არასამართლებრივი კორუმპირებულობის, კორუმპირებული სახელმწიფოს მაჩვენებელი შკალა, იმიტომ პარამეტრი. იმიტომ რომ არიან ისეთი პირები, რომლებიც წარსულში იყო, მაგრამ ბენდუკიძე. წარსულში ის იყო ეკონომიკის მინისტრი, დღეს ის მეთაურობს ერთ-ერთ მონოპოლიურ გაერთიანებას უმაღლესი განათლების ბიზნესში, მეორე გაერთიანებას პრეზიდენტის დედა წარმოადგენს, ამიტომ მასაც ესეთი ძალიან ბევრი ბიზნესებია, ბევრი ინსტიტუტებში აქვს ცილები, თუმცა მე დღეს გავერკვიე, რომ არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებშია მათი ბიზნესის ინტერესები, ამიტომ ჩვენ ახლა ამ მიმართულებებსაც ვსწავლობთ. ანუ კომისია იმუშავებს ყველა მიმართულებით, თუმცა მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ამ რისკზე არ წავა და შეეცდება ეს კომისია დაბლოკოს. იყო ცდელობა, მე მინდა დღეს თქვა ეს ექსკლუზიურად თქვენ გადაცემას ნამდვილად ეკუთვნის ესეთი კარგი გაშუქებისთვის. იყო ცდელობა ფრაქციის შიგნით, ანუ სხვადასხვა მეთოდებით, რომ რაღაცნაირად ეს შეეჩერებიათ, მუქარები ჩვენი ფრაქციის წევრებზე, რაღაცა შანტაჟი, გადმობირების ცდელობასავით, ეს რა პერიოდში? აი ამის მერე, აი ამ ჩემი გამოსვლის მერე ფრაქციის რამდენიმე წევრი, მე ხა ჯერ არ ვაპირებ თავის გადაწყვეტავთ ამაზე უნდა ველაპარაკოთ თუ არა, თუმცა განიცდის აშკარა მუქარეს ქვეშ იყო, თუმცა სრულად უშედეგოდ მინდა გითხრათ, მადლობა აღქვათ ჩვენთან ფრაქციაში თამამი ადამიანები, გავედებული ადამიანები არიან, ასე რომ ეს შანტაჟის ქვეშ. ეს თავად დეპუტატების მხრიდან თუ კიდევ უფრო თქვათ მთავრობის? იცის სხვადასხვანაირად იყო, ახლა აი მე ჯერ დეტალებზე არ ვიცი, რამდენად გადაწყვეტავს ფრაქცია, რომ ამაზე ვილაპარაკოთ თუ არა. ერთი ცალსახად მინდა გითხრათ ყველა და ერთი მადლობა მინდა გადაუხადო
მე მეძლევა საშუალება ყველა მოქალაქეს, რომელიც შეშფოთებულია იმ უქარებით, რაც იყო და ასევე მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე ღვთისყალობით ჩვენ არ გვემუქრება, ჩვენ ვართ განწყობილი შეტევისთვის და ესე იგი არანაირი ერთი ნაბიჯი დათმობა ჩვენი მხრიდან მათ პრეზიდენტის იქნება თუ მისი გუნდის მიმართებაში არ იქნება. ასეთივე განწყობა არის ყველგან მთლიან ფრაქციაში. გასაგებია 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ბრძანეთ ეთერში ხართ. ბატონო ჯონდი, ფაქტები რომელზეც თქვენ საუბრობთ არის ძალიან კულუარული და არასაჯარო. როდესაც თქვენ პარლამენტში გამოხვედით თქვენი მონოლოგით, უმრავლესობის რეაქცია იყო შემდეგი მათ განაცხადეს, რომ ეს იყო სიცრუე და არ იყო გადამოწმებული ინფორმაცია. საინტერესოა არის ასევე მაყურებლისთვის, შეგიძლიათ თუ არა დაამტკიცოთ ის, რასაც აცხადებდით პარლამენტში, რომ კორუმპირებული არის პრეზიდენტის ოჯახი. რომ მე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ჩემს გამოსვლაზე უმრავლესობას ეს არ უბრალოდ შეურაცხყოფაზე გადმოვედა. დამოუკიდებლად თქვა სხვადასხვა ტელევიზიებთან კომენტარების დროს ბატონო ჯანდი. შესაძლოა ვინმე იქ არცეც არც პრეზიდენტს უარყოფა არ გაუკეთებდა რატო? იმიტომ რომ ყველა სიტყვა რაც მე ვთქვი არის გამყარებული კონკრეტული დოკუმენტური მასალები. ანუ წამოვიდე ყოველ შემთხვევაში. მე დღეს დიპ კორპუს პაკეტად ასეთი პაკეტი აკინძული გადავეცი პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება გადადიოდა მისი ოჯახის წევრთა მის პირად საკუთრებაში. ეს პირდაპირ კრიმინალური, ანუ არამხოლოდ კორუფციული კანონმდებლობის დარღვევა, არამედ პირდაპირ სისხლის სამართლის ასე იგი კანონმდებლობის დარღვევა. ასევე საჩუქრები 1 მილიონი ლარის ოდენობით და მე დაფარული შემოსავლები. ასე რომ ამის უარყოფას სავსებით უპერსპექტივო საქმეა. მე უფრო მეცაც გეტყვით, რამდენიმე შემოთავაზება ქონდა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან ბიდან უმრავლესობას, მათ შორის სხვადასხვა რამდენადაც თქვენი კომპანია და ყველა გაფრთხილებული არის, რომ დებატებში ჩემთან არ უნდა დასხდნენ. იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ მე ამ დებატებში მივიდივარ ასეთი ვრცელი დოკუმენტური მასალებით, სადაც ასე იგი კამათი უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ პირდაპირ არსებობს ბრძანებულება, რომელსაც ხელს აწევს პრეზიდენტი. და სადაც წეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 გექტარი მიწა უნდა გადაეცეს დედას, 15000 კვადრატული. თქვენ მოიპოვეთ ეს დოკუმენტები? აქ არ მაქვს წარმოდგენილი, მე მინდა თქვა, რომ დღეს ეს უკვე აქვს შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ევროკავშირის საელჩოებს ჩემგან გადაცემული პირადად სლაიდ-შოუ. ანუ ისინი დაინტერესდნენ ამ დოკუმენტებით და მათ გთხოვეს, რომ გადაგეგზავნათ ესენი? კი, გადაგეგზავნა მოვიწვიეთ დღეს ჩვენ პარლამენტში და პარლამენტში მათ გადავეცით ყველა ეს მასალა, რაც მე ახლა აქაც მაქვს წარმოდგენილი და მათ შორის ყველაზე საინტერესო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის დეკლარაციები. სადაც მისი ქონება არის გაზრდილი, ყველაფერი არ აქვს შეტანილი ეს დანაშაულია, მაგრამ ქონება არის გაზრდილი და შემოსავლის წყაროს ვერ ადასტურებს. ანუ მისი ხელფასი არ ყოფლიდა ამდენი რომ გავხდარიყო მისი ქონება. ანუ მის შემოსავალს რაც არითმეტიკულად შეიძლება გადაიანგარიშო, რამდენჯერმე აღემატება მის დეკლარაციაში აღწერილი ქონება. ეს უკვე სავსებით საკმარისი იყო, თუმცა მე ძალიან ბევრი სხვა ფაქტები დავასახელე და ეხლაც მზად ვარ. კარგი, ბატონო ჯენდი, სანამ საუბარს გავაგრძელებთ, მაყურებელი დაგვიკავშირდა. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი სიმამაცისთვის, თქვენი სიმართლისთვის და ქალბატონო თამარ, თქვენ რომ მეკითხებით, ჯონდი არ არის ის პიროვნება, რომელსაც დამამტკიცებელი საბუთი არ კონდეს. ესე იგი, რამხელა შრომა დაგჭირდათ ბატონო ჯონდი თქვენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბუთები მოგეძიებიათ. ეს პირველი რამხელა დამსახურება. და მეორე, აუცილებელია ბატონო ჯონდი, რომ ეს შეიქმნას, რასაც თქვენ ბრძანებთ. დათანხმდება, არ დათანხმდება, რა თქმა უნდა არ დათანხმდება, მაგრამ ეს თქვენ სიტყვებს დაგეთანხმებით, რომ ეს იქნება მისი მინუსი. ჯერ მარტო მისი გამოსვლა, ასეთი შეურაცხყოფა, ეს თქვენი შეურაცხყოფაზე არ იყო. ეს ყველა მოქალაქის პირადად ჩემი, მე არავითარ პარტიას არ ვეკუთვნი, მაგრამ ვარ საქართველოს მოქალაქე და ძალიან შეურაცხყოფილი, ჩარეცხილი, გარეცხილი და
გასაგებია. კითხო თუ გაქვთ ჩვენ სტუმართან. კარგით, გასაგებია 24990 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ბატონო ჯონდი, თუ გსურთ რამის დამატება? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ორი პრეზენტაცია გვექნება კიდევ და რა თქმა უნდა თქვენი იქნებით მოწვეული. პირველი ჩვენ იმ კვირაში გეგმავთ კორუფციული რვაფეხის პროექტის ფარგლებში, ეს ჩვენი ქართული დასის პროექტია. წარმოვადგინოთ ბენზინის, ეგრეთ წოდებული ბენზინის მაფიის მუშაობის სქემა, სადაც როგორც ახლა გამოიკვეთა, მე უკვე წინასწარი მონაცემები შემიძლია ექსკლუზიურად თქვენს ეთერში გავაჟღერო, იკვეთება, რომ 40 თეთრი არსებულ ფასში არის პირადი წილი პრეზიდენტის, ზუსტება ახლა ეს იმა დაახლოებით ეს ასე გამოდის. თუ გადავენგარში ამ თვეში ეს არის 60 მილიონი ლიტრი, ან 24 მილიონი ლარი პრეზიდენტის პირადი წილი არის. ასე იგი საწვავის ბიზნესიდან და შემდგომი პრეზენტაცია ჩვენ გვექნება განათლების სისტემაში არსებული კორუფციული ასე იგი კორუფციული ფაქტების და ბატონო ჯონდი, ეს საკითხები იყო თუ არა აქტუალური გასულ წელს, ანუ თქვენ რატომ არ გააკეთეთ ამაზე აქცენტი გასული წლის ანგარიშში? ძალიან კარგი შეკითხვა, ეს საკითხები აქტუალურია ბოლო რამდენიმე წელია და ამაზე ლაპარაკობს მთელი საზოგადოება. განსხვავება აი ამ დროსა და თქვა საზოგადოებაში ლაპარაკის და ჩემს გამოსვლას შორის იყო რომ მე დავდე ფაქტები. ერთია შენ ამბობდე რაღაცას ვიღაცას ბრალს დებდე, მაგრამ მეორე არის როცა შენ დებ დოკუმენტებს. ეს რო არ ყოფილიყო დოკუმენტურად დადასტურებული და ჩემი გამოსვლა რო არ დაწყებულიყო პრეზიდენტის დეკლარაციის დემონსტრირებით და მე იმ ტრანშების, იმ გადარიცხვების დემონსტრირებით, რა საჩუქრების მას და რა შემოსავლების მას, უკანონო შემოსავლები აქვს მიღებული, პრეზიდენტი წყობრიდან არ გამოვიდოდა. ასე იგი მას საკმაოდ კარგი მსახიობური ნიჭი აქვს და ამას შეეცდებოდნენ ამ გამოსვლის და ჩემ მარგინალიზაციას. ეხლა ცდილობენ სხვადასხვა შორის მარგინალიზაციას, მაგრამ სრულიად უპერსპექტივოდ. პრეზიდენტი თქვენ თუ დააკვირდებით, ერთი კვირაა დადის ახმეტაში, თელავში, კახეთში ხან საავადმყოფოს გახსნას და ყველა მის გამოსვლას იწყებს იმით, რომ მას ვიღაცა რა თქმა უნდა მე ვარ, დასდო ბრალი კორუფციაში, რომ ის გამდიდრდა, თუმცა მას მიაჩნია, რომ საქართველოს რადგან გამდიდრდა, ცოტა თვითონაც რომ გამდიდრებულიყო, ამას არ აუშავდა. ანუ ის ხვდება, რომ დამარცხდა და ცდილობს ახლა თავის მართლებას და ჩემი აზრით სულად უპერსპექტივოდ, იმიტომ რომ პირიქით ამას უკვე თუ კი ვინმეს ჩემი აზრით ძალიან ცოტა ნაწილია, მაგრამ თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამ დოკუმენტების აუთენტურობაში, უკვე არ ხარც ამ ადამიანებს ეჭვი აღარ ეპარებოდა, უკვე ყველამ დანამდვილებით ის რომ პრეზიდენტი არის კორუფციაში ხილებული და პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებობს კონკრეტული დოკუმენტური მასალები, რაც ადასტურებს რომ მისი პირადი მისი ხელმძღვანელობით იქნება ქვეყანაში მონოპოლიური გაერთიანებები, რაც შემდგომში ხალხისთვის ესე იგი ხდება პრობლემა, იმიტომ რომ ხელოვნაწევენ ფასებს, ბენზინზე ხელოვნაწევენ ფასებს კვების პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, განათლების სისტემაზე და ასე შემდეგ. გასაგებია და ბოლოს ბატონო ჯონდი ვახსენე გასული წლის ანგარიში პრეზიდენტის პარლამენტში წარმოდგენილი. გასულ წელს სწორედ ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერს ჰქონდა მცდელობა ესაუბრა ელიტურ კორუფციაზე, თუმცა გვახსოვს ყველაფერი ეს როგორ დასრულდა და მაყურებლის მხრიდანაც საკმაოდ არასახერხებლო გამოხმაურებები მოჰყვა ამას. თქვენ შემთხვევაში პირიქით იყო, ანუ როგორ ფიქრობთ, რა არის განსხვავება, რაშია განსხვავება ჯონდი ბაღათურიასა და გურამ ჩახვაძის გამოსვლას შორის? რა ვერ გამოიყენა? ბაღათურიას და ჩახვაძის შორის ბევრი განსხვავებებია, მაგრამ არა, გამოსვლას გულისხმობ, რა თქმა უნდა. გამოსვლას შორის განსხვავება არის. რა ვერ გამოიყენა მან, თქვენ რა გამოიყენეთ? გამოსვლას შორის არის ფაქტები. აი მე სწორედ ეს ვთქვი, რატომ დღეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვარ შეიარაღებული. ასე არის ფაქტები, რომელსაც წყალი არ გაუვა და რომლის წინააღმდეგაც პრეზიდენტი ვერ წავიდა. ეს ერთი და მეორე ხლა მე არ დავიწყებ მას, რომ ჩემი კოლეგმა ძალიან წუხა, მაგრამ შეშინდა, როგორც ძალიან აშკარად დაეთხოვა, უკან დაიხია და დაუწია ელიტური კორუფცია საშუალო ელიტურზე გადავიდა, მე ასე ანუ ეს იყო, ცუდი იყო რა პრინციპში, ამით თითქოს პრეზიდენტმა მაშინ მოახერხა მის დემონსტრირება, რომ თვითონ მართალია და მას რაღაცას ვერ უბედავენ. და ამ გამოსვლამ, ამ ბოლო დებატებმა ერთლიანად შეცვალა ეს სურათი და პრეზიდენტი დღეს არის ხილებული კორუფციაში. გასაგებია ბატონო ჯონდი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ. ჩვენი სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, თქვენ უყურებდით გადაცემას გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ და მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის.